გამარჯობათ. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობამ ძალიან ბევრი შეკითხვები გამოიწვია მოსწავლეებში. ამიტომ გადავწყვიტე აი ეს რჩევები მომეცათ თქვენთვის ონლაინ წიგნის სახით. მაშ დავიწყოთ. აი სანამ შეუდგებოდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას, გაითვალისწინე შემდეგი რჩევები. თუ მასწავლებელმა ჯერ სიტყვიერად გააგაცნო კომპლექსური დავალების პირობა, რა თქმა უნდა, თუ რაიმეს დაზუსტება გაინტერესებს, მაშინვე აიწე ხელი და შეეკითხე. მასწავლებელი როდესაც დავალებას, რომელიმე საპრეზენტაციო პროგრამაში გაკეთებულს გამოგიგზავნის, კარგად წაიკითხე რამდენიმეჯერ, მინიმალური 3 ჯერ. გაიაზრე რა არის შესასრულებელი, მოკლე შინაარსი ჩამოაყალიბე შენთვის, ჩაინიშნე ჩანაწერების რვეულში და შემდეგ მასწავლებელს შეეკითხე, თუ გაიგე პირობა ისე, როგორც საჭიროა. კომპლექსურ დავალებას მასწავლებელი მოგაწვდის კონკრეტული სამიზნეცნების შესასწავლად და კონკრეტული საკითხის შესწავლის დასაწყისში. პირველად დაიწყე წინარეცოდნის გააქტიურებით. ამისათვის მოძებნე დავალებაში ქვეთავი, რომელსაც აწერია. იმისათვის, რომ ადვილად გაართვა თავი დავალებას, შენ უნდა შეგეძლოს ქვემოთ მოცემული სავარჯიშოების შესრულება. აი ეს ქვეთავი არის იმ დავალებაში, რომელსაც მასწავლებელი გამოგიგზავნის, მოძებნე და დაიწყე ამისი შესრულებით. რამდენიმე ამოცანა განვლილი მასალის გახსენებიდან იქნება. დაიწყე მათზე მუშაობა, თუ არ გახსოვს, გაიხსენე, მისი მსგავსი ამოცანები მოძებნე, კიდევ გააკეთე, დაიხმარე მოსწავლის წიგნი და ინტერნეტ რესურსი. დანარჩენ ამოცანებს კი თანდათან გააკეთე პარალელურ რეჟიმში, შესასწავლ საკითხზე მუშაობისას. მასწავლებელი შვალედ ურტეცაც გაგაკეთებინებს, უკეთ რომ გაერკვიო კომპლექსურ დავალებაში, შეიძლება ელექტრონული თამაშებიც გათამაშოს, მეხსიერების გასავარჯიშებელი, დასამახსოვრებელი, ბოლოს თამაშები სხვადასხვა პროგრამაში, რომ უფრო მეტად აითვისო, გაითავისო, მეხსიერებას დაამახსოვრებინო, აი ეს მაგალითები. რასაც დააწერ შენ რვეულში, გააკეთებ, სურათს გადაუღებ თუ ვიდეოს გადაიღებ, ეს ყველაფერი შენ მიერ შექმნილი რესურსია და ერთად მოუყარე თავი, რომელიმე საპრეზენტაციო ფორმა აირჩიე და ჩასვი, გააფორმე თანდათანობით, ამისათვის შენ დრო გაქვს მოცემული. სავარჯიშოების აი ამ გასახსენებელი სავარჯიშოების შესრულების შემდეგ შეგვიძლია დაიწყო ფიქრი კომპლექსური დავალების შესრულებაზე. მას რამდენიმე ეტაპი ექნება. ჯერ რომელიმე ეტაპი გააკეთე, გაითვალისწინე რა პრაქტიკულ რჩევას გაძლევს მასწავლებელი, გადახედე მის მიერ მოცემულ რჩევებს, რომელიც წერია კომპლექსურ დავალებაში. გადახედე დავალებაში მოცემულ ქვეთავს, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა უნდა წარმოაჩინო პრეზენტაციაში და კარგად გაითვალისწინე. ბოლოს უპასუხე შეკითხვებს, ეცადე არც ერთი ეტაპი არ გამოგრჩეს. ყველა შენი რესურსი, რომელიც შენ თანდათან დააგროვე ამ დროის განმავლობაში, ამ დავალებაზე მუშაობისას ეცადე მოათავსო Word-ის ფაილში, ან PowerPoint-ში, გააფორმო სლაიდებზე, რომ შინაარსობრივად და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდეს. შენ ამას შეძლებ. მოიმზადე პრეზენტაციისათვის ყველა იმ საკითხის გათვალისწინებით, რაც მითითებულია მასწავლებლის მიერ გამოგზავნილ დავალებაში. შენ შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო განმავითარებელი შეფასების რომელ დონეზე ხარ. ალბათ იცი, რომ შეფასების 5 დონე არის და ეცადე, თუ მოხდა ისე, რომ დაბალ დონეზე აღმოჩნდი, ყოველი მომდევნო კომპლექსური დავალების შესრულებისას აინაცვლე შეფასების მაღალ საფეხურზე, ყოველთვის ეს ეცადე. აი ყველაფერი, რაც მინდოდა შენთვის რჩევის სახით მომეცა. იმედია გასაგები იყო და დაგეხმარება მომავალში კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას. გისურვებ წარმატებებს. ამ ონლაინ წიგნში მოცემულია მცირე რჩევები მოსწავლეთათვის, კონკრეტულად მათემატიკის კომპლექსური დავალების შესრულების დაწყებისას. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო დიასამიძე. გისურვებ წარმატებებს. კარგად ბრძანდებოდეთ.